მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. დღესაც დატვირთული დღე გვაქვს ჩემპიონთა ლიგის ამბავში რა. ჯერ კვარა ეთამაშება ლევერკუზენს და იქით მიქაუტაძე ეთამაშება სიტის. და მე ძალიან მგონია რომ დღეს ვილია რეალი მოიგებს რა. ეგეთ შეგრძნება მაქვს რა. იუვენტუსთან თამაშის მერე მგონია რომ მაგ გუნდს ბევრი რაღაც შეუძლია რა. სამსახურში ვერ მოსული და ჯერ არაფერი არ მიქნია ისეთი. ველოდები ახლა წესი თამაში უნდა დაიწყოს მალე და რას ნახულობ? რას შეშიჩ? თორიქზე ფუდმოფეზე. ვაი. ლუდი არის ღმერთების სასმელი, ისევე როგორც ნიყვი არის ღმერთების საჭმელი. Короче, ხო რა, მოდი ეს ჩემპიონთა ლიგაზე ვილაპარაკოთ იქიდან გამომდინარე, მაგრამ ცუდად ჩაიარა ბევრმა რაღაცამ. სანაკრებო პაუზაზე. და ჯობია რომ იქნება ამაზე მაინც გადავერთოთ და აქ მაინც გავნეიტრალდეთ ცოტა რა. იმიტომ რომ მე ფეხბურთი, მაგრამ შველის რა, ხო იცით აი. მე მაგრამ შველის ფეხბურთი და ფეხბურთი რომ შველის, მან და გამომდინარე დიდი ტვინის დიდი რაოდენობა ფეხბურთზე მეთმობა რა, მინდა არ მინდა ჩემზე არ არის დამოკიდებული უკვე რა. ძალიან კაი იყო სხვათა შორის. მეძიება მე просто. ხო და არ ვიცი რა გავაკეთო. რა არის? ნოდარა ჭამს რაღაცა ყუთში გამოიძახა შაურმა ბიჭო. ეგეთი აი მე რაღაც ფურა სასიზღრობა, იმედია ვერ დავინახო. Короче, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება დედამიწაზე რა. ყველაფერი ისევე ყლეურად მიდის, როგორც მიდიოდა აქამდე რა, არაფერი არ შეცვლა. მე ერთი სული მაქვს, ჰა? მეტროში რაც მოხდა, მაგაზე დღეს ვილაპარაკე, ხო მოკლე ვიდეო დავდება რა. არაფერი ისეთი განსაკუთრებული. დღეს რა, ანუ იდეაში გუში რაც დავდე მაგ ვიდეოზე არ ლაპარაკი რა. ქორწილის მერე ცოტა ისე ვარ. ბახმელიაზე კი არ ბიჭო, რაღაც ძილი არ მყოფნის სავით რა, ვერ გავიგე რა მჭირთან, ვერაფერი ვერ გავიგე. რა მჭირს ადამიანმართა ვერაფერს ვერ ხვდები. აქედან გამომდინარე ისო ფეხბურთს მივაწვეთ რა. როცა არ ვიცი რაზე ვილაპარაკო, ყოველთვის ვილაპარაკო ფეხბურთზე, თუ დააკვირდით არ ვიცი. ხო და რა უნდა მეთქვა? ერთი სული მაქვს სეზონი როდის დაიწყება ჩვენი მაფიის, რომ აი რაღაცა ყველაფერისგან გავნეიტრალდე რა. просто all-star რო არის, all-star-ში ცოტა თამაში იქნება, ხო? 7 ხო, რაღაცა 7 ნიტო არა. რაღაც დამაკალდება ეგეთ შეგრძნება მაქვს. 7 ცოტა არის რა. 12-ის 13 აი არა, ასწორებს რა, გერგება. მაგრამ ისე შევა რომ ახალ წელს დავემთხვიოთ მე მგონი და ნოემბერში დავიწყებთ სავარაუდოდ პირველ კვირაში. როგორც ჯითუმ თქვა, ნუ ჯერ არ ვიცი დაზუსტებულად არაფერი, მაგრამ რასაც იძახის იმ ინფორმაციას გაწვდით. მე ხო ნაბოზარი ვარ და გამომაქვს ინფორმაციებს საიდანაც. იუთუბერებიდან ხალხს ვაწვდი ინფორმაციებს, რა. ბასტო 3 წელია იძახის თებერვალში დაიწყება YouTube ლიგა, მერე ოქტომბერშიო, ზაფხულში იძახის რომ ოქტომბერშიო, ზამთარში იძახის რომ თებერვალშიო, მაგრამ ვერ მოაბა მაგანაც თავი 1000 რაღაც საკეთებს ეგეც დებილი. Короче. ფეხბურთს რაც შეეხება დღეს ზარია და გადრაინც თამაშობენ პაფოსის წინააღმდეგ და ალბათ პირველ ჩემპიონთა ლიგურ მოგებასაც შეიძლება გამოკრან ხელი რა, ისეთი თამაში იქნება. ხო და ძაუბაღეში კუბაგბიჭ. მაგბიჭებსაც. ანუ მანდ მაინც რო გამოჩნდნენ თუნდაც რაღაცა კვიპროსის ნორმალურმა გუნდმა რო წაიყვანოს მანდიდან უკეთესი იქნება მაგათი კარიერისთვის რა მე ეგრე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში რა. просто აი დღეს უეჭველი მგონია რომ კვარა ცალკე შეაგდებს და მიქაუტაძე ცალკე და მე ვაფშე მგონია რომ მიქაუტაძის გოლით მოიგებენ ისინი. ვილიარეალი რა, სიტის სამლატაო სად არის გვარდიოლას. ისინი მორჩა რა არის რას ფიქრობ? ფულუ მაფიაში გვექნება ხოლმე ჩვენებები. ო ფულუ მაფიაში გვექნება ხოლმე ჩვენებები ამას წინათ. ამოვწერე ძირითადი თამაშები და შენ ხო მოგიცხო შეგიძლია. ო და რავი რა. არაფერი აღარ ვიცი, ისეთი გათიშული ვარ ახლა რავი რა. რაზე უნდა ვილაპარაკო და ვიფიქრო ეგეც არ ვიცი. მე მინდა რომ ცალკე სპორტული კონტენტი დავიწყო, მაგრამ სპორტული კონტენტისთვის ცალკე კიდე მონტაჟი უნდა ვაკეთო და მონტაჟი ეგეთი მარტივი ჩემგან არ არის რა, ჩემთვის არ არის ყოველ შემთხვევაში რა ვიღაცები ახლა ნოდარა მარტივად აკეთებს, ჩერიც მარტივად აკეთებს, მაგრამ
მე არ შემილია და მაყუთიც არ აქვს იმისი რომ მაგისის ფული ვიხატო რა არა და მაგრად მინდა რომ დავიწყო და ვერ მივწერე ამ სეტანტას კიდე რამდენჯერ დამავიწყდა მიწერა ხო ერთმა უწყის მამარდას კავჩე ლივერპულმა პირველად წააგო 9 წელიწადში პირველად წააგო საშინაო სტადიონზე მანჩესტერ იუნაიტედთან თან ასეთ მანჩესტერ იუნაიტედთან ვიღაცები იძახიან მაგრამ არ არის ეგრე მანჩესტერ იუნაიტედი აღარ არის ისეთი ცუდი გუნდი უკვე შეუძლია რომ დენლელა ყველამ დააფასოს რამდენად კარგი გუნდი შეიძლება იყოს მანჩესტერ იუნაიტედი და ვიღაცა ბრაიან ბეუმოს და ბენიამინ სესკოს და კუნიას რო no name ფეხბურთელებს ეძახიან მან მაგარი არასწორები არიან იმიტომ რომ ბევრად უფრო ძლიერები არიან პროსტა როცა ლაპარაკობთ ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერზე მე მგონი არ უნდა ვილაპარაკოთ პროსტა გამახსენდა რა ეხლა მაგაზე მინდოდა ლაპარაკი მამარდას არც ისე კაი თამაში არ ქონდა მაგრამ ეგ არაფერი რა ალისონი რო ტრამვირებულია მამარდას რაც მე თამაში ექნება მით უფრო კარგი ისა პროსტა მამარდას მე რაც დავამოღამე მამარდას თამაშები როგორ გამოდის იცი კარგი თამაშები მაშინ უფრო აქვს როდესაც ბევრს ურტყავენ მისი კარის მიმართულებით რა და არა პირიქით ხო და აქედან გამომდინარე მე ძალიან ლივერპულში ცოტა რთულია რომ ბევრჯერ დაურტყან რა ურტყავენ ორჯერ და შეიძლება ორივე გაუშვას მაგრამ თუ დაურტყავენ 10 ჯერ ხო ერთს გაუშვებს რა ანუ მე მაგას გულისხმობ რა კარში სწორად ზუსტი კარში დარტყმებს გულისხმობ რა იქით კვარა კი არა ბიჭო ძალიან რთულია როდესაც ნაკრებში გიწევს გამოსვლა წარმოიდგინე მთელი სეზონი ფეხბურთს თამაშობ ისე რომ გვერდებში გიდგანან რა ვიცი აი აჩრაფ ჰაკიმი და იქით დუნო მენდეში რა ეგ ორი ტიპი ყავს უკან რა და უცებ ჩამოდიხარ ნაკრებში და აქეთ ოთარ კაკაბაძეზე ხარ დამოკიდებული ძალიან რთული არის მაგასთან ისა რა და ფსიქოლოგიური მომენტიც რა თქმა უნდა არის იმიტომ რომ შენ რაცა უნდა გააკეთო უკვე მანდ ვერაფერს ვერ შესული იმიტომ რომ ფეხბურთით 11 კაციანი თამაში არის და არ არის 2 კაციანი სულ 5 კაციანი იყოს 5 კაციანში კიდე აი კალათბურთში არის ეგრე რომ კალათბურთში კიდე უფრო რაც უფრო ძლიერი ერთი ტიპი ყავს ხო შეუძლია რომ იმ ერთმა ტიპმა 5 კაციც რაღაცნაირად რა ისე აიყვანოს აი საშუალო დონის ტიპები რო ყავდეს დანარჩენი 4 ამ ერთ ძლიერ ტიპს ხო მარტივად მოიგებს რა გუნდი მაგრამ მაგასაც რო ვერ შვები ფეხბურთში ძალიან რთული არის რა იმიტომ რომ ფეხბურთში ყველაზე არის დამოკიდებული და პლუს კიდე ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის დაცვა თუ ვარდება ჩათვალეთ რომ მეკარეს აზრი არ აქვს რა ნუ გინდ მდგარა იქინდ მამარდა დააყენებს გინდ კასილას გინდ ბუფონი და გინდ სამივე ერთად იმიტომ რომ დაცვა რო ეგრე ვარდება ხო იქ გავა გოლი აუცილებლად გავა გოლი იმიტომ რომ მეკარეს აქვს რაღაც ფიზიკური რა რაღაცა ეს ლიმიტი ხო და ამ ლიმიტს იქეთ ვერ ისავს ვერ გადახტება რა და შენ თუ ის კუთხეები არ დაუფარე როგორც მცველმა ხო როგორც მინიმუმ და სადაც მამარდა დგას ის ადგილი არ დატოვე ღია დასარტყმელად მაინც და მაინც გაგიტანენ გოლს აბა რა სიზამ თან ეხა რო ეთამაშები ბიჭო ფარერებს რო ეთამაშები და იმას რო ეთამაშები ხო კიდე ფარერებზე გადაობდით და საბოლოო ჯამში ეხა ჩეხეთს დაარჭეს და მაგამდე მონტენეგროს და 4-0-ს რო უგეს მონტენეგროს გუნდი უკვე აღარ უნდა ვეკაიფოთ ეგეთ გუნდს თან უნდა გავითვალისწინოთ რომ წარმოიდგინე ფარერები არიან 55000 ადამიანი ამასთან ჯავახას ვიდეოს უყურებდი რა უჯარი მოც და ის იძახდა რომ კაროჩეო საქართველოში აი დავით უფრო მეტი არის ვიდრე ფარერების მოსახლეობაში ანუ დავითი არა მაგრამ დავითი ვისაც ქვია იმაზე არ ვლაპარაკობთ თან ანუ დავით ვისაც ქვია რა მარტო ეგენი არიან იმაზე მეტნი ვიდრე მთელი ქვეყნის მოსახლეობაში ეჩება იმად და გამოვიდნენ მონტენეგროს 4-0 მოუგეთ ბოდიშვილო მერე გამოვიდნენ ჩეხეთს მოუგეს და ჩვენ ჩეხეთს ძლივს მოუგეთ ბოდიშვილო ძლივს რა ანუ ეს 4-1 კაი თამაში იყო მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში სადაც საჭირო იყო ვერ მოუგეთ ჩეხეთს და ფაერებმა მოუგეს თან ფაერებისთვის ახლა ყველაზე მეტად იყო საჭირო მაგათთვის მოგება იმიტომ რომ ახლა ერთი თამაში აქვს დარჩენილი ერთ თამაში თუ მოიგეს და ჩეხეთმა ვერ მოიგო შეიძლება სოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ და მეტრია გავიგეთ ფაერებმა ფაერებია შეჭი სოფლიო ჩემპიონატზე ფაერები ხო და მომდევნო სოფლიო ჩემპიონატზე თუ ვერ გავედი არ ვიცი უკვე მომდევნო ჩემპიონატზე გასასვლელად საჭიროა რომ პროსტ საბუთები შეავსო სწორად ჩემი დედავადი მაგალითად 64 ქვეყანა გადის 64 ქვეყანა სოფლიოში შეიძლება ვერ გავიხსენო ეხლა ვერ ჩამოვთვალო შეჭი არა მე ჩამოვთვლი მაგრამ ანუ 64 ქვეყანა ფეხბურთის მოთამაშე სოფლიოში არ არის კარგი 64 ქვეყანა კი არა და
საშუალო დონის 64 ქვეყანას არა ვინც ფეხბურთს დამარცხა. ისე იმაში, კაი, სამხრეთ ამერიკაში ყველა წავიყვანოთ, აი ყველა ვინც არის ბოდიში, 12 ქვეყანაა სულ. კაი, წავიყვანოთ მთელი სამხრეთ ამერიკა. კაი, აფრიკიდან 3 ნაკრები წავიყვანოთ. აზიიდან 5 ნაკრები, 6. და ევროპის ყველა გუნდი გავიყვანოთ თუ გინდა. აი, მაინც აზრი არ აქვს რა, არ იკვრება რა, ის კარგი გუნდები არ იკვრება რა. ფარერები უეჭველი იქნება 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 64 გუნდში უეჭველი მოხდება. სიგიჟეა ცოტა სისულელს არის მე თუ მკითხავთ, მაგრამ ეგ არაფერი. დიდი იმედი მაქვს ჩვენი ბიჭების რა, მე მაგრამ ჯერა რა, მე მინდა პროსტა რომ ვილსანიოლი გაუშვან და რამას სვანაძე მოიყვანონ. რამას სვანაძე არის ერთადერთი ამომავალი წერტილი ძმაო, აი მაგ კაცმა 19 წლამდელებით თუ 21 წლამდელებით რა ასაკი იყო, რა აზრი აქვს. ორჯერ მსოფლიო ჩემპიონატი კი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. თან კარგად ითამაშა. ცუდად ყოველ თამაში. გავიყვანოთ, იქნება უფროსებთანაც კარგად გამოძდით თამაში. თან ხო იცის ეს ჩვენი ახალგაზრდულში ვინ როგორი ბიჭი არის. იქიდანაც ვიღაცა ისეთ წამოიყვანს, ვისაც პერსპექტივა აქვს და ნაკრებში რო ათამაშებს, ეგეც რაღაც мотиваციას მისცემს იმ ბიჭს და პახუდუ კიდე რაღაცები შეიცვლება ეხა, იმიტომ რომ და აღარ არის ეს ოთარ კაკაბაძე ძმა, აღარ არის, ნუ მორჩა ოთარ კაკაბაძე, მართლა მორჩა. აი, აგითხრათ მე. დღეს გაბრაზებული ვარ მოგატყუილო. და ეხლა გავიხდი მამაიკას და მეორე ვიდეოსაც ჩავწერ, ოღონდ ხვალინდელ ფეხბურთის, ანუ იდეაში ამას რო ვდებ, მაგის მეორე დღესაც ხო არ ჩემპიონთა ლიგა და იმაზეც კიდე ვილაპარაკებ რაღაცებს. ვაფშე მე შევეცდები ხოლმე, აი ფეხბურთისთვის რაღაცა ისინი მოგცეთ თუ გინდათ მინიშნებები, რა მე ვიმგონია ყოველ შემთხვევაში. მე მგონია რომ წლევანდელ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს ლივერპული რა. მაგრამ აი კაკრას ეხლა რომ გავიხდი მაგაზე მე ვილაპარაკოთ რა. ეხლა რომ გავიხდი ამ ვიდეოს დავდებ ხვალ და თუ გაინტერესებს ჩემი გახდა და ჩაცმა, ხო, მომდევნო ვიდეო ნახეთ. ინტრიგა და რაღაცა რა, იმენა იუთუბერი ვარ, ჩემი კარგი სტრაკი მოვთხარ. ვერ გავთიშე კიდე ამის დეტალს.